საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ კოალიცია ქართული ოცნება შეუდგა ქართველი ხალხის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ეს განცხადება 3 საათის წინ ბიძინა ივანიშვილის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა. ჩვენ ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა უზრუნველყოთ კონსტიტუციური წესრიგი და სახელმწიფო ორგანოების შეუფერხებელი მუშაობა ხელისუფლების შეცვლის პროცესში. საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია გარდაუვალს ხდის ახალ საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციის წარმომადგენელ პრეზიდენტ შორის ურთიერთობებს. საჭიროა მრავალი საკითხის მოგვარება აქედან გამომდინარე ჩვენ შევქმნით კოალიციის წარმომადგენელთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც უფლებამოსილია კოალიციის სახელით აწარმოოს კონსულტაციები მოქმედ პრეზიდენტთან და მთავრობასთან. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტთან, რაც შეეხება ჩემს მიერ გუშინ პრესკონფერენციაზე გამოთქმულ მოსაზრებებს პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით, ეს არ არის არც ჩემი და არც კოალიციის პოლიტიკური მოთხოვნა. მე ხაზი დავუსვი მხოლოდ იმას, რომ ერთი პირის ინტერესებზე მორგებული საქართველოს კონსტიტუცია შეთქმულ პოლიტიკურ ვითარებაში ქმნის საკმაოდ ბევრ სირთულეს და ამ ვითარებაში შესაძლოა თანამდებობიდან გადადგომა იყოს პრეზიდენტისთვის საუკეთესო გამოსავალი. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ ვაყენებთ არანაირ პოლიტიკურ ულტიმატუმებს და ქვეყნის საკეთილდღეოდ მზად ვართ საქართველოს პრეზიდენტთან და მოქმედი მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან დიალოგისა და სამუშაო ვითარებაში სახელმწიფოებრივი საკითხების მოსაგვარებლად. შეგახსენებთ, ეს განცხადება ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.